აბრეშუმის გზის მონები ადამიანებით ვაჭრობის მდგომარეობის ამსახველი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ბათუმში. ფილმის ობიექტივში მოხვედრილია საქართველოს ტურისტულად აქტიური რეგიონი აჭარა და ათასეულობით მსხვერპლი უზბეკი ეროვნების გოგონა. ფილმში წარმოდგენილია ტრაფიკინგის მსხვერპლთა ცხოვრებისეული ისტორია, ამ მდგომარეობაში აღმოჩენის მთავარი მიზეზები, ეკონომიკური პრობლემები, ოჯახური კონფლიქტი, უმუშევრობა. ამ მიზეზთა გამო ფილმის გმირები დღეს ტრაფიკინგის მსხვერპლი ხდებიან. ჩვენების მიზანს სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოებისთვის პრობლემების სიმწვავის შეხსენება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ფილმში ტრაფიკინგის პრობლემის გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ტრაფიკინგისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება დასახელდა. უზბეკეთის საკონსულოს წარმომადგენლის თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოდან სამშობლოში 70 გოგონა დააბრუნეს, რომელთაგან 15 ტრაფიკინგის მსხვერპლი იყო. აჭარა არის ჯერ საზღვარი, მერე პორტი და ტურისტული ზონა და ამდენად მწვავე სიტუაცია არსად არ დგას. იმის მერე, როდესაც აუგზალეს უზბეკების, ოფიციალურად კი არ აუგზალეს, მაგრამ უზბეკი ქალების შემოსვლა საქართველოში ფაქტურად შეუძლებელია. იმის მერე ისინი არ მიდიან. აქ არიან, იმალებიან და იმის მერე იდენტიფიკაციაც უფრო გაძნელდა. ყველა აბსოლუტურად სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო პროგრამა, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები კოორდინირებული მოქმედებით ერთად ყველა თავთავის როლის და თავთავის ფუნქციების სწორად განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის, ასე ვთქვათ, პრინციპში აღმოფხრა. ასეთი ფილმები, რა თქმა უნდა, დაეხმარება ადამიანის ცნობიერების გაზრდის თვალსაზრისით, რომ ეს ხალხი ტრაფიკინგის მსხვერპლი, ან ტრაფიკინგში ჩართული ხალხი სხვადასხვა მიზეზებით ეს იქნება მოტყუებით თუ მისინებით, კი არ გახდნენ საზოგადოებისთვის აი როგორც შავი პიარის ან სიძულვილის ელემენტი, არამედ პირიქით, მათ მიმართ გამოიჩინონ მაქსიმალური თანადგომა, თანაგრძნობა.